ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-თვის მზადება გრძელდება ფესტივალის ფარგლებში 1996-2001 წლებში დაბადებული მოზარდები დღეს 4 დღით ფოთში გაემგზავრებიან, სადაც სამატჩო წვრთნა ჩაუტარდებათ. ნაკრების ახალგაზრდა წევრებმა მზადება ბათუმში დაიწყეს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის სპორტული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თქმით, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრებიან. სპორტსმენებს გამგზავრების წინ სავარჯიშო ფორმები გადაეცათ. ბავშვები მიემგზავრებიან ფოთში სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში. თბილისის 15-თვის ესენი კიდე წავლიან ქსენაკში, ასევე ბათუმში ჩაუტარდება სასწავლო შეკრებები. ბავშვები ღებულობენ ანაზღაურებას ხელზე 50 ლარის ოდენობით. ამ ყველაფერს ახორციელებს აჭარის ოლიმპიური კომიტეტი ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ბათუმში ვიყავით ერთკვირიან სასწავლო შეჯიბრებებზე, მოსამზადებელ კურსებზე და ახლა ფოთში მივდივართ 4 დღით სამატჩო შეხვედრებზე.